დასრულდა 2026 წლის მარტი და დადგა დრო ტრადიციულად გაგაცნოთ გასული თვის კოსმოსური სიახლეები, შესაბამისი შეჯამებით. მარტში კოსმოსისა და სამყაროს შემსწავლელმა მეცნიერებამ არაერთი აღმოჩენა გააკეთა. ჩატარდა უამრავი კვლევა, ან გამოქვეყნდა მანამ ჩატარებული კვლევების შედეგები. ვეცადე მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ეპიზოდში მომეხვედრებინა და სწორედ ახლა წარმოგიდგენთ ამ ამბებს. რა თქმა უნდა, მთვარის მისია არტემის 2-ის ბედით დავიწყებ, რომლის გაშვებაც 1 აპრილსაა დაგეგმილი. თუ NASA-ს ჩვენში გავრცელებული საპირველ აპრილო ხუმრობასავით არ გამოუვიდა და ისევ არ გადადო გაშვება. მოკლედ, სიახლეები ასეთია. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ასტრონავტისგან შემდგარი მთვარის გარშემო დაბრუნების მისიის გაშვება 1 აპრილს მოხდება. რაკეტა SLS-ი უკვე გამშვებ პლატფორმაზეა. მისიის თარიღსა და ტექნიკურ სიახლეებზე NASA-ში პრესკონფერენცია აღარ გაუმართავთ და მხოლოდ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით შემოიფარგნენ. რაკეტამ და საფრენმა მოდულმა 2026 წლის 20 მარტს გადაინაცვლეს გამშვებ პლატფორმაზე. თებერვალში რაკეტა და საწვევის ამზები ტექნიკურად შესამოწმებლად და შესასწორებლად ისევ სამშენებლო პლატფორმაზე დააბრუნეს, რადგან წყალბადის საწვავმა გაჟონა. გადამზიდმა მთელი სისტემა დანიშნულების ადგილზე 11 საათში მიიტანა, მაგრამ NASA-ს სატრანსპორტო საშუალებების ასაწყობ შენობაში 25 თებერვალს დააბრუნეს, რადგან ინჟინრებმა ზედა საფეხურზე ჰელიუმთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩინეს. რაკეტა ამჟამად 39B პლატფორმაზეა და მიმდინარეობს გაშვების წინასამზადისი, რომელიც 1 აპრილისთვის გაშვების ფანჯრის გახსნას ისახავს მიზნად. არტემის 2-ის 10 დღიანი მისია მთვარის გარშემო მოიცავს 4 ასტრონავტის გაგზავნას და უკან დაბრუნებას. მისიაში მონაწილე ასტრონავტები გახლავთ მეთაური რიდ ვაისმანი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და NASA-ს მისიათა სპეციალისტი კრისტინა კოხი, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი. იმის გარდა, რომ ამ ადამიანების პირდაპირი მოვალეობაა მისიის წარმატებაში გადამწყვეტი როლის შესრულება, ისინი ისტორიაში სხვა ასპექტითაც შევლენ. ვიქტორ გლოვერი პირველი ფერადკანიანი ადამიანი გახდება, რომელიც დედამიწის ორბიტას დატოვებს. კრისტინა კოხი კი პირველი ქალი იქნება, ჯერემი ჰანსენი პირველი არაამერიკელი. ისინი მთვარის შორეული ნაწილიდან დაახლოებით 8046 კილომეტრს გაივლიან, იმაზე გაცილებით მეც, ვიდრე ოდესმე ყოფილა ადამიანი ღრმა კოსმოსში. როდესაც მთვარის გარშემო მოგზაურობას დაასრულებენ, გამოემართებიან დედამიწისკენ და წყნარ ოკეანეში დაეშვებიან. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. პროექტს კოდი სპეციალური მაუწყებლობა აქვს დაგეგმილი ამ მისიის დღეების განმავლობაში. თუმცა ამას სიურპრიზად დავტოვებ. ადგილობრივებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, შაბათს ღამით ჰიუსტონის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სახლს სავარაუდოდ მეტეორიტი დაეცა. შერი ჯეიმსი, სპრინგის დასახლებაში მცხოვრები, იხსენებს, რომ მისი შვილიშვილი ამბის შესამოწმებლად გავიდა და ჭერში ხვრელი შენიშნა. შერი ჯეიმსმა შემდეგ ქვა დაინახა და მეტეორიტს მიამსგავსა. მომხდარის შესახებ მან ადგილობრივ სახანძრო სამსახურში ატყობინა. როგორც იხსენებს, თავიდან იფიქრეს, იქნებ თვითმფრინავიდან ჩამოვარდა რამეო. ამის მიუხედავად მოგვიანებით ქალს აცნობეს, რომ ჰიუსტონის ჩრდილოეთით მეტეორის დაფიქსირებაზე შეიტყვეს. იგი ჰაერში ნაწილებად დაშლილა. შაბათს NASA-მ მეტეორის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და პლატფორმა X-ზე განცხადებაც გამოაქვეყნა. ტეხასში თვითმხილველებმა დღეს კაშკაშა ცეცხლოვანი ბურთი შენიშნეს. ადგილობრივი დროით 16 საათსა და 40 წუთზე. არსებული მონაცემებით მეტეორი ჰიუსტონის ჩრდილო-დასავლეთით სტეიჯ-ქოუჩის თავზე დაახლოებით 79 კილომეტრ სიმაღლეზე გამოჩნდა. ის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 46000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა და ბამელის თამზე 47 კმ სიმაღლეზე დაიშალა. NASA-მ განაცხადა ისიც, რომ მეტეორი დაახლოებით 1 ტონას იწონიდა. მისი დიამეტრი კი დაახლოებით 90 სანტიმეტრი იყო. მისმა დაშლამ წნების ტალღა წარმოქმნა და სწორედ ამან გამოიწვია გუგუნის ხმა, რომელიც ამ არეალში გაიგონეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ცეცხლოვანი ბურთის გამოჩენისას ჭექა კუხილის მსგავსი ხმები გაიგონეს. ჰიუსტონში მომხდარმა ამბავმა ბერს 2025 წლის აგვისტოს შემთხვევა გაახსენა, როდესაც ჩერი პომიდრის ზომის ცეცხლოვანმა ბურთმა ატლანტაში ერთ-ერთი სახლი გახვიდა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეს 4.56 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი მეტეორიტის ნამსხვრევი იყო.
ასტრონომები იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალ ბუნებრივ თანამგზავრებს ისევ აფიქსირებენ. ამჯერად პირველს 4, მეორეს კი 11 ასეთი ობიექტი შეემატა, რამაც მზის სისტემაში არსებული პლანეტებისა და ჯუჯა პლანეტების გვარეების რაოდენობა 452-მდე გაზარდა. იუპიტერის მახლობლად უკვე 101 თანამგზავრია ცნობილი, ხოლო სატურნის ირგვლივ 285. ამის შესახებ მცირე პლანეტების ცენტრმა განაცხადა, რომელიც ახალი ასტეროიდების, კომეტებისა და ბუნებრივი თანამგზავრების შესახებ გვამცნობს ხოლმე. ახლად აღმოჩენილი ობიექტები განსაკუთრებულად დიდი ზომით არ გამოირჩევა, რადგან მათი საშუალო დიამეტრი 3 კილომეტრამდეა. ეს სხეულები იმაზე ფართო ორბიტებზე მოძრაობს, ვიდრე იუპიტერისა და სატურნის სხვა, უფრო დიდი თანამგზავრები. ასევე ისინი საკმაოდ მკრთალია. კერძოდ მათი სიკაშკაშე მხოლოდ 25-27 მაგნიტუდას აღწევს. შედარებისათვის მთვარის ელვარება 12.6 მაგნიტუდით განისაზღვრება. რაც უფრო ნათელია სხეული, მით ნაკლებია მისი მაჩვენებელი მაგნიტუდის სკალაზე. სწორედ ამის გამო დარჩა ეს ობიექტები აქამდე შეუმჩნეველი. მათ დასაფიქსირებლად დიდი სახმელეთო ტელესკოპების სიღრმისეული დაკვირვებები გახდა საჭირო. მაგალითად, იუპიტერის ახალი თანამგზავრები ასტრონომმა სკოტ შეპარდმა აღმოაჩინა, რისთვისაც ჩილეში მდებარე 6.5 მეტრიანი მაგელან ბაადეს ტელესკოპი და ჰავაიზე არსებული 8 მეტრიანი სუბარუს ტელესკოპები გამოიყენა. რაც შეეხება სატურნის 11 თანამგზავრს, ისინი ტაივანის სინიკას აკადემიის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე ედვარდ ეშტონის გუნდმა გამოავლინა. მათ ამისთვის კანადა-საფრანგეთ ჰავაის 3.5 მეტრიანი ტელესკოპი გამოიყენეს, რომელიც ჩამქრალ ვულკან მაუნა კეაზე მდებარეობს. ცნობისათვის მან და მის მოკოლეგებმა შარშან სატურნის 128 თანამგზავრსაც მიაგნეს. მზის სისტემის უდიდესი პლანეტა იუპიტერი ამჟამად თანამგზავრების რაოდენობით სატურნს ჩამორჩება. ამის მიუხედავად მისკენ ზონდები ევროპა კლიპერი და ჯუისი მიიწევს, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე მისვლისას შეიძლება აპარატებმა უფრო მეტი უცნობი ობიექტი დააფიქსიროს. ეს 2030-იან წლებშია მოსალოდნელი. მანამდე კი სატურნი პირველობას ინარჩუნებს. სხვა პლანეტების თანამგზავრების რაოდენობა ასეთია: დედამიწა 1, მარსი 2, ურანი 28, ნეპტუნი 16. შეგახსენებთ, რომ ვენერასა და მერკურის გარშემო ასეთი ობიექტები არაა. NASA-ს მავალი პერსევერანსი მარსზე არსებულ ეზერუს კრატერს იკვლევს, რომელშიც ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო. ახლა მისმა ინსტრუმენტმა RIMFAX-ი ზედაპირის ქვეშ უპრეცედენტოდ ღრმა არეალი შეისწავლა და იქ ძველი დელტის ფართო სისტემას მიაღნო. ეს მიანიშნებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი იმაზე დიდხანს მიედინებოდა, ვიდრე აქამდე, მხოლოდ ზედაპირზე დაკვირვებით ვარაუდობდნენ. ამ მონაცემების თანახმად, ეზერუს კრატერის მიმდებარედ ხანგრძლივი იყო მდინარესთან დაკავშირებული დანალექის წარმოქმნის პროცესი, წყლით პროვოცირებული ცვლილებები და სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობებიც. ეს მიგნება ღირებული და მნიშვნელოვანია, მაგრამ გასაკვირის არაა, რადგან ვიცით, რომ მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი არ ყოფილა. იქ თხევადი წყლის აქტიურობის კვალი ადრეც აღმოუჩენიათ, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, რამდენ ხანს შენარჩუნდა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ასეთი ბუნებრივი რეზერვუარები. ამაზე პასუხი დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად იყოს იქ სიცოცხლის წარმოქმნის შანსი. ეზერუს დელტა დაახლოებით 3.7 მილიარდი წლის წინანდელია, როცა მარსის ზედაპირზე წყალი გვხვდებოდა და ეროზიასა თუ ქანების დანალექის ფორმირებას უწყობდა ხელს. მიაგნეს მდინარის სისტემისათვის დამახასიათებელ სხვა ნიშნებსაც, როგორიცაა დამარხული ლოდები, წყლის ნაკადით გამორეცხილი რეგიონები და სხვა. ვარაუდობენ, რომ მარჯინის სისქე 90 მეტრამდეა. ეს არეალი დალექვისა და ეროზიის რამდენიმე ეპიზოდის კვალს უნდა მოიცავდეს, ხოლო იქ არსებული სტრუქტურები მეტრზე ნაკლები ზომიდან 100 მეტრამდე სიგრძემდე მერყეობს. ეს მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი მხოლოდ ხანმოკლე პერიოდი არ შენარჩუნდა, არამედ ზედაპირზე მისი დინება არაერთ ფაზას მოიცავდა. არ გამორიცხავენ, რომ ამას სიცოცხლის წარმოშობისათვის საკმარისი დრო მიეცა და მისი ნაშთები კრატერის ქვეშ ჯერ კიდევ ინახებოდეს. რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველ ეგვიპტურ პირამიდას ჰგავს? წითელ პლანეტაზე ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქანები და ქვები. მარსზე ძალიან ბევრი ქანია და მათ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ამინდის ზემოქმედება განიცადეს. შედეგად წარმოიქმნა ისეთი ობიექტები, რომლებიც ხელოვნურ და ბიოლოგიურ სტრუქტურებს გვაგონებს. ერთი ასეთი საინტერესო სტრუქტურა 2002 წელს შენიშნეს. ის სამგვერდა პირამიდას ზაალგავს და აი ახლა ამ ობიექტმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ის რეჟისორმა ბრაინ კორი დობსმა X-ზე გაავრცელა. ის აქამდეც ამბობდა, რომ NASA-ს ფოტოებზე მარსზე ხელოვნური სტრუქტურები ჩანს. პოსტი სწრაფად გავრცელდა და მალე ფოტოზე უამრავმა ადამიანმა დაიწყო საუბარი.
დობსის გავრცელებული ფოტოები რეალურია, მაგრამ რამდენად სწორია თავად მისი შეფასება. ჰაირაისის მერ გადაღებული ფოტოები ნამდვილად უცნაურია, მაგრამ როდესაც მას მოაახლოებთ და გარშემო ლანდშაფტს დააგვირდებით, ის ასეთი უჩვეულო აღარ ჩანს. უკვე ამის შემდეგ შენიშნავთ მთას, რომელიც ეროზიული ძალებით არის ჩამოყალიბებული. ეს რეგიონი დაფარულია გეოლოგიური წარმონაქმნებით. მას შემდეგ, რაც ეროზიამ ქანები გამორეცხა, მიწიდან ამოშვერილი დარჩა შვერილები. ისინი პატარა ნამდვილად არ არის. სიმაღლეში ისინი 10 მეტრს აღწევს. უშუალოდ ჩვენთვის საყურადღებო ობიექტის დიამეტრი 290 მეტრია. სიმაღლეში კი 145 მეტრს აღწევს. შესაბამისად, ის არ არის ხელოვნური წარმონაქმნი. მეტიც ის არ განსხვავდება დედამიწაზე არსებული სხვა პირამიდებისგან. თუ ფოტოებს ყურადღებით დააგვირდებით, შენიშნავთ, რომ მთებზე ქედები გეომეტრიულად ისეთი სრულყოფილი ნამდვილად არაა, როგორც ეს შეიძლება იყოს ხელოვნური სტრუქტურის შემთხვევაში. შესაბამისად, ამ თემაზე სპეკულაციები უბრალოდ კონსპირაციაა. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებების მიხედვით, შეიძლება ვარსკვლავთშორისი კომეტა 3i წილადი ატლასი იმაზე ძველი ობიექტი იყოს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. მის სავარაუდო ასაკად დაახლოებით 10-12 მილიარდი წელი განიხილება. სამყაროს ასაკად სამეცნიერო ხედვით კი 13.8 მილიარდი წელი მიიჩნევა. ანუ თითქმის სამყაროს ასაკისაა. ამ კომეტის სავარაუდო წარმოქმნის ადგილად კი ჩვენი გალაქტიკის ცივი და შორეული რეგიონი მიიჩნიეს. ამის შესახებ კვლევა არარეფერირებად პლატფორმა Research Square-ზე გამოქვეყნდა და რეცენზირების პროცესშია. თავიდანვე გაისმა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა იგი უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი ხომალდი. ეს აქამდეც მომხდარა, მაგალითად იგივე სპეკულაციები მოყვა დანარჩენი ორი ვარსკვლავთშორისი ობიექტის, ოუმუომუასა და ბორისოვის გამოჩენასაც. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, 3i წილადი ატლასი ჩვეულებრივი კომეტაა და ამას ახალი მონაცემებიც არ ცვლის. მისი სიჩქარისა და ტრაექტორის გათვალისწინებით აქამდეც ვიცოდით, რომ ის ყველაზე ძველი კომეტაა, რომელიც გვინახავს. მის ასაკად 3-11 მილიარდი წელი მიაჩნდათ, მაგრამ ჯეიმს ვების მონაცემებმა ეს დიაპაზონი უფრო დაავიწროვა. მან იზოტოპური ინფორმაცია 2025 წლის დეკემბერში მოიპოვა, როცა კომეტამ დედამიწას ჩაუარა. აღმოჩნდა, რომ ამ სხეულის იზოტოპური შედგენილობა მზის სისტემის კომეტებისგან განსხვავდება და 10-12 მილიარდ წლიან ასაკს შეესაბამება. ვარსკვლავთან მიახლოებისას კომეტებში არსებული ყინული სუბლიმაციას განიცდის, ანუ პირდაპირ აირად გარდაიქმნება. ეს მატერია ზედაპირზე შეიძლება ამოიფრქვეს და მათ გარშემო ღრუბელი წარმოქმნას, რომელსაც კომას უწოდებენ. ამ აირების შესწავლით ვიგებთ, როგორია ობიექტის შედგენილობა. მზესთან ჩავლისას 3i წილადი ატლასაც სწორედ ასე დაემართა და იზოტოპებზე, ანუ ქიმიური ელემენტების ატომთა სახესხვაობებზე, დაკვირვება გახდა შესაძლებელი. გარკვევა რომ აქამდე დაფიქსირებულ კომეტებს შორის ის დეიტერიუმით, ანუ მძიმე წყალბადით ყველაზე მდიდარია. ასევე მისი ნახშირბადის იზოტოპების რაოდენობას ბევრი ამგვარი ობიექტისას აღემატება. ეს ნიშნავს, რომ თუ 3i ატლასი მართლაც ასეთი ხნიერია, ირმის ნახტომის ვარსკვლავთ წარმოქმნილი რეგიონები პრებიოტული ქიმიური ნივთიერებებით განვითარების ადრეულ პერიოდშიც მდიდარი იყო. რაც შეეხება კომეტის ჩამოყალიბების ადგილს, იქ დაახლოებით 30 კელვინი ტემპერატურა უნდა ყოფილიყო, რაც -253 გრადუსი ცელსიუსის ეკვივალენტია. საუბარია მკვრივ პროტოპლანეტურ დისკოზე, რომელიც ვარსკვლავის გარშემო წარმოიქმნა. გამოდის, რომ ამ კომეტის მეშვეობით ამ შორეული, როგორც მანძილით, ისე დროით, არეალის შესახებ მეტის გაგება შეგვიძლია. ამის მიუხედავად, მისი მშობელი სისტემის იდენტიფიცირება ძალიან ძნელი იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 3i წილადი ატლასი კოსმოსში მილიარდობით წელია გადაადგილდება, ამიტომ საწყისი წერტილის პოვნა თითქმის შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. კომეტა ახლა მზის სისტემას ნელ-ნელა ტოვებს. იგი ამჟამად იუპიტერს უახლოვდება. ივლისში სატურნს ჩაუვლის, მომდევნო წლის აპრილში ურანს, 2028 წლის მარტში კი ნეპტუნს. რუსეთს ვენერას ზედაპირზე დაბრუნება სურს. მათ სამომავლო მისიას ვენერა D ეწოდება და 2036 წლისთვის ამ ციურ სხეულზე დასაშვები მოდულის, ზონდისა და ერთგვარი საჰაერო ბურთის გაგზავნას გულისხმობს. ამის შესახებ ადგილობრივ სამთავრობო მედიას 10 მარტს განუცხადეს. უნდა აღინიშნოს, რომ მისიაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. უკრაინაზე თავდასხმამდე რუსეთის სავარაუდო მოთანამშრომლად NASA განიხილებოდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მათი კოსმოსური სააგენტოების კოლაბორაცია შეწყდა. ამის მიუხედავად, ბოლო ცნობების თანახმად რუსეთი ვენერა D-ს განხორციელებას მაინც აპირებს. მისი ერთ-ერთი მიზანი ვენერას ღრუბლებში სიცოცხლის შესაძლო ნიშნების მოძიებაა. ეს ქვეყნის კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსის იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც მთვარესა და ვენერაზე რობოტული აპარატების გაგზავნას ისახავს მიზნად.
ამით შეიძლება 1960-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების ვენერას წარმატებული მისიები განახლდეს. ცნობისათვის ამ პლანეტის ზედაპირზე დაჯდომა მხოლოდ საბჭოთა კავშირის აპარატებმა მოახერხა. ვენერა 7 პროგრამის 4 ზონდიდან ერთ-ერთია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე დაეშვა და იქიდან ფოტოებიც გამოგზავნა. მან და სხვა მსგავსმა აპარატებმა ვენერას ცხელ და მაღალი წნევის მქონე ატმოსფეროს გაუძლო. იქ ტემპერატურა 480 გრადუს ცელსიუსს უდოლდება. ზედაპირზე არსებული წნევა კი დედამიწის ზღვის დონესთან შედარებით 90 ჯერ ძლიერია. 22 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა ვენერაზე 10-ზე მეტი მისია განახორციელა. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტოებმა ბოლო დეკადებში ვენერაზე რამდენიმე მისია გაუშვა. მათ, ინდოეთსა და რამდენიმე კერძო კომპანიას, ინსტიტუტს სამომავლო გეგმებიც აქვს. მაგალითად, მისიები ვერიტასი, დავინჩი და ვენუს ლაიფ ფაინდერი. ვნახოთ, რას გვეტყვის ახალს ვენერა, დედამიწის დად მიჩნეული პლანეტა. 11 მარტს კი დედამიწაზე ჩამოვარდა NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც პლანეტის ორბიტაზე თითქმის 14 წელი მოძრაობდა. ეს იყო 600 კილოგრამიანი სატელიტი Van Allen Probe A, რომელიც კოსმოსში 2012 წლის აგვისტოში გაუშვეს. მასთან ერთად კიდევ ერთი ანალოგიური აპარატიც გაგზავნეს, Van Allen Probe B. მათი მიზანი დედამიწის გარშემო არსებული Van Allen-ის რადიაციული სარტყლების შესწავლა იყო. სწორედ ამიტომ შეურჩიეს მათ იგივე სახელი, რომელიც ამ ფენომენის აღმწერი მეცნიერისაა. ორივე თანამგზავრი ექსპლუატაციიდან 2019 წელს გამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა ძალებმა დაადასტურა, რომ Van Allen Probe A წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ატმოსფეროში ადგილობრივი დროით 6 საათსა და 27 წუთზე შემოვიდა. ის ამ დროს დაახლოებით 2 გრადუსით სამხრეთ განეცა და 255.3 გრადუსით აღმოსავლეთ გრძედზე გადაადგილდებოდა. NASA-ს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ატმოსფეროში შემოჭრისას სატელიტი მეტწილად დაიწვებოდა, მაგრამ შეიძლება მისი ფრაგმენტები ჩამოცვენილიყო. ის ოკეანის თავზე შემოვიდა, ამიტომ დასახლებულ ადგილებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. სააგენტოში აქამდეც ივარაუდეს, რომ ასეთი ფრაგმენტების გამო ადამიანის დაშავების შანსი 4200-დან 1 იყო, რისი გამოთვლისასაც ისიც გაითვალისწინეს, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70% წყლითაა დაფარული. ეს სატელიტები ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობდა. ამის გამო ისინი დედამიწას ხან 30400 მეტი კილომეტრი ჩორდებოდა, ხან კი დაახლოებით 600000 კილომეტრ დისტანციაზე გადაადგილდებოდა. მისია მხოლოდ 2 წელი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ BIM 2019 წლის ივლისამდე იფუნქციონირა, ხოლო AIM იმავე წლის ოქტომბრამდე. მათ მიერ შეგროვებულ მონაცემებს მეცნიერები დღემდე აანალიზებენ. ამ აპარატების მიერ მოპოვებული ინფორმაცია რადიაციული სარტყლების უკეთ შესწავლაში გვეხმარება. კერძოდ იმის პროგნოზირებაში თუ როგორ ზემოქმედებს მზის აქტიურობა ხელოვნურ თანამგზავრებზე, ასტრონავტებსა თუ დედამიწაზე არსებულ საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემებზე. ეს სატელიტები ორბიტაზე 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ბოლო წლებში მზის მომატებულმა აქტიურობამ ატმოსფეროს გაფართოება გამოიწვია, რამაც ზონდებზეც იმოქმედა. შედეგად Van Allen Probe 1-ის ორბიტა არასტაბილური გახდა და ის პლანეტაზე ჩამოვარდა. მისი ტყუპისცალი იმავე ბედს წესით 2030 წლამდე არ გაიზიარებს. ასტეროიდ რიუგუდან ჩამოტანილი ნიმუშების ახალი ანალიზით გამოვლინდა 5-ვე კანონიკური აზოტოვანი ფუძე, რომლებიც ქმნიან RNM-ს და DNM-ს. აღმოჩენა მიუთითებს, რომ სიცოცხლისათვის საჭირო ინგრედიენტები მზის სისტემაში შეიძლება სულაც არ იყოს იშვიათი. ასტეროიდიდან ჩამოტანილ მასალაში ეს 5 ინგრედიენტი პირველად არ უპოვიათ. ისინი ასტეროიდ ვენუს ნიმუშებშიც აღმოაჩინეს. თუმცა ახალი აღმოჩენა კიდევ უფრო ამაღელვებელია. ერთი ფაქტორის გამო, 2 კარბონატული ასტეროიდიდან უკვე 2-ვეზეა აღმოჩენილი აზოტოვანი ფუძეების სრული კრებული. დედამიწაზე არსებული ყველანაირი სიცოცხლე ეფუძნება 2 საბაზისო მოლეკულას, რომლებიც ინახავენ და გადასცემენ გენეტიკურ ინფორმაციას, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას, DNM-ს და რიბონუკლეინის მჟავას, RNM-ს. თავის მხრივ ისინი შედგება 5 საბაზისო მოლეკულური საშენი მასალისგან: ადენინი, ციტოზინი, გუანინი, თიმინი და ურაცილი. ადრეულ დედამიწაზე ამ ინგრედიენტთა რაოდენობის დადგენა და ასევე ის, საიდან შეიძლება მოსულიყო ისინი, გადამწყვეტია სიცოცხლის აღმოცენების ამბის გასარკვევად. რიუგუს და ვენუს მსგავსმა ასტეროიდებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ინგრედიენტებით დედამიწის მომარაგებაში. ცნობილია, რომ ნახშირბადით მდიდარი ასტეროიდები მრავალი სხვადასხვა სახის ორგანულ მოლეკულას შეიცავენ, რომლებიც მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში წარმოიქმნა. ბოლო წლებში 2 საკმაოდ გაბედული მისია ასტეროიდთა ზედაპირზე დაეშვა, ნიმუშები შეაგროვა და დედამიწაზე ჩამოიტანა. იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ჯახას მისია ჰაიაბუსა 2-მა ასტეროიდ რიუგუდან და NASA-ს მისია ოსირის რექსმა ასტეროიდ ბენუდან.
ბენუზე ხუთივე აზოტოვანი ფუძის აღმოჩენის შესახებ 2025 წელს გახდა ცნობილი, თუმცა იმ დროისათვის რიუგუს ნიმუშებში მხოლოდ ურაცილი იყო იდენტიფიცირებული. ახალმა კვლევამ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. კოგამ და მისმა კოლეგებმა რიუგუდან ჩამოტანილი მასალის ორი ცალკეული ნიმუში შეისწავლეს და ორივეში აღმოაჩინეს ხუთივე აზოტოვანი ფუძე. შედეგები მიუთითებს, რომ აზოტოვანი ფუძეების სინთეზი შეიძლება საკმაოდ გავრცელებული იყოს მზის სისტემის ნახშირბადით მდიდარ სხეულებზე, რომლებმაც შესაძლოა პლანეტის ისტორიის ადრეულ ეტაპზე ბომბარდირების პროცესის შედეგად დედამიწაზე ამ ინგრედიენტთა სრული კრებული ჩამოიტანა. დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა ახალი ნაწილაკი აღმოაჩინა, რომელიც მე-80-ია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ნაწილაკების ამაჩხარებლის მიერ იდენტიფიცირებულთა შორის. ამის შესახებ ევროპის ლაბორატორია CERN-ი უწყება. ახალ ნაწილაკს XICC+ უწოდეს. ახალი ნაწილაკის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა წინაზე 6-ჯერ ნაკლებია, რის გამოც ის უფრო რთულად შესამჩნევია. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ნაწილაკი, რომელიც პროტონს ჰგავს, მაგრამ მასზე 4-ჯერ მძიმეა, ბევრ რამეს გვეტყვის კვანტური მექანიკის უცნაური ქცევის შესახებ. ჩვენს გარშემო არსებული მთელი მატერია, მათ შორის პროტონები და ნეიტრონები, რომლებიც ატომის ბირთვს ქმნიან, ბარიონებისგან შედგება. ეს ჩვეულებრივი ნაწილაკები შედგება 3 კვარკისგან, მატერიის ფუნდამენტური საშენი მასალისგან. კვარკები 6 არომატის სახით გვხვდება: ზემოთა, ქვემოთა, მომხიბვლელი, უცნაური, ზედა და ქვედა. თითოეულს აქვს სხვადასხვა მასა, ელექტრული მუხტი და კვანტური მახასიათებლები. თეორიულად შეიძლება არსებობდეს ბარიონების მრავალი განსხვავებული ტიპი, რომლებშიც ეს არომატები შერეულია, თუმცა უმეტეს მათგანზე დაკვირვება რთულია. მათ საპოვნელად დიდი ადრონული კოლაიდერი ნაწილაკებს ფენომენალური სიჩქარით ტყორცნის მიწისქვეშა რგოლში, სანამ ისინი ერთმანეთს არ შეეჯახებიან. ეს მეცნიერებს მოკლე შანსს აძლევს, გაზომონ თუ როგორ იშლება უფრო სტაბილური ელემენტები და შემდეგ გამოიტანონ დასკვნა ორიგინალური ნაწილაკის თვისებების შესახებ. ახლად აღმოჩენილი XICC+ შეიცავს 2 მომხიბვლელ და 1 ქვემოთა კვარკს. ახალი აღმოჩენა დაემთხვა CERN-ის გეგმას ააშენოს ნაწილაკების კიდევ უფრო დიდი ამაჩქარებელი, მომავლის წრიული კოლაიდერი, რომელიც სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნას გააგრძელებს. შორეული ვარსკვლავი, რომლის ნათებაც უცებ სანთელივით აციმციმდა, ასტრონომებს საოცარი აღმოჩენის შესახებ აფიქრებინებს. მზის მსგავსი ვარსკვლავის გაია G-ს 1-ის უცნაურ ცვლილებათა ანალიზის თანახმად, მისი უცნაური ქცევა ყველაზე კარგად შეიძლება აიხსნას მის უშუალო სიახლოვეში 2 ახალგაზრდა პლანეტის შეჯახებით. პლანეტური სისტემები, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, უკიდურესად ქაოსური გარემოა. მტვრის გროვები იზრდება და პლანეტურ ჩანასახებად, იგივე პლანეტოს შენადედებად გარდაიქმნება. თუ კი სიმკვრივე ან გრავიტაცია ამის საშუალებას მისცემს, იმის მიუხედავად სხვა რა დაფრინავს ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო. ამან შეიძლება ხშირი შეჯახებები გამოიწვიოს, როგორც ეს მეცნიერთა აზრით ჩვენს მზის სისტემაში ხდებოდა. გვიანდელი ეპოქის მძიმე ბომბარდირების შედარების გარდა, როგორც უთვალავი ასტეროიდი ეცემოდა ახალგაზრდა პლანეტებს, მიჩნეულია, რომ დედამიწას მარსის ზომის სხეული შეეჯახა, რის შედეგადაც მის ორბიტაზე გაიტყოცნა ნაშალი მასალა და ამისგან თანდათან ჩვენი მთვარე წარმოიქმნა. სხვა ვარსკვლავთა გარშემო ასეთი შეჯახებების მტკიცებულების პოვნა რთულია. პლანეტური შეჯახებები შედარებით მცირე მასშტაბზე და სწრაფად ხდება. რჩება მხოლოდ მტვრის ხანმოკლე ღრუბლები, რომელთა დაფიქსირებაც რთულია. ვარსკვლავ გაია G-ს 1-ის შემთხვევაში ცვლილებები პირველად თითქმის 10 წლის წინ ჩაიწერეს, მაგრამ რაღაც უცნაური მხოლოდ მას შემდეგ შენიშნეს, რაც ძანი დაკიცმა ძველი მონაცემების შეისწავლა. დაკვირვებები მიუთითებს, რომ მოზრდილი ასტეროიდის მასის ან ჯუჯა პლანეტა ცერერას ნახევარი მასის მქონე მტვრის ღრუბელი დაახლოებით 900 კელვინამდეა გაცხელებული. კვლევართა მოდელირების მიხედვით, მხოლოდ ერთი კონკრეტული ტიპის მოვლენა შეიძლება მოერგოს ყველა ამ პარამეტრს. კვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს შეჯახება უნდა მომხდარიყო ვარსკვლავიდან დაახლოებით 1 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ზუსტად იმ სიშორეზე, როგორც დედამიწა მზისგან. ამან შეიძლება მოგცეს უმნიშვნელოვანესი მინიშნება მზის სისტემის, ჩვენი პლანეტის ფორმაციის წლების და სიცოცხლის აღმოცენების შესახებაც კი. ამ ეტაპზე არ ვიცით, რამდენად ხშირია ასეთი დინამიკა, მაგრამ თუ ბევრ ასეთ შეჯახებას დავაფიქსირებთ, ამის გარკვევასაც დავიწყებთ. ირმის ნახტომი უბრალოდ კოსმოსურ გიგანტურ სიცარიელეში დაუბრკოლებლად კი არ მოძრაობს, არამედ ბნელი მატერიის ფირფიტაშია ჩასმული, როგორც მოცვი ბლინში. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს. ახლომდებარე კოსმოსში გალაქტიკათა მოძრაობის ანალიზის შედეგად აღრიცხეს გრავიტაციული მიზიდვა მასისა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
ცივი, ბნელი მატერიის, რაც მიუთითებს, რომ სამყაროს ჩვენს ადგილობრივ კუთხეს იმაზე მეტი სტრუქტურა აქვს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ადგილობრივი ფირფიტა არის სტრუქტურა, რომელშიც ჩასმულია ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკები, მათ შორის ჩვენი ირმის ნახტომი, ანდრომედა და მათი მეზობელი გალაქტიკები. ადგილობრივი ფირფიტის გვერდით არის ადგილობრივი ვოიდი, ანუ სიცარიელე. კოსმოსის უცნაურად მეჩხერი ჯიბე, რომელსაც გალაქტიკები თითქოს გაურბიან. ადგილობრივი ჯგუფის სიჩქარე ადგილობრივ ვოიდთან დაშორებების მხრივ აღწერილია როგორც უცნაური. და ბოლოს, ჰაბლის წყნარი ნაკადი არის სამყაროს იდუმალად გლოვი, რეგულარული გაფართოება ადგილობრივ მოცულობაში, რაც ძნელია შეუთავსდეს ირმის ნახტომისა და ანდრომედას მასებს, რომლებიც საკმარისად მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რათა ნაკადში გრავიტაციული გადახრა გამოიწვიოს. ამ საიდუმლოთა შესასწავლად ვემპემ და მისმა კოლეგებმა მიმართეს ადგილობრივი სივრცის 31 შედარებით იზოლირებული გალაქტიკის მოძრაობებს. ამ მონაცემებს 10 წლეულების განმავლობაში აგროვებდნენ მასშტაბური პროგრამები. კვლევრებმა ეს გალაქტიკები იმიტომ აირჩიეს, რომ იზოლირებულობის გამო ისინი ადგილობრივი გაფართოების უფრო სანდო მეთვალყურეები არიან. ამ მონაცემებით მკვლევრებმა გაუშვეს სიმულაციები, რომლებიც ადრეული სამყაროთი იწყება და იყენებს მასის გადანაწილებას კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაყრდნობით. დიდი აფეთქების ერთგვარი ეკოსიგნალი. კვლევრები იმედოვნებდნენ, რომ სიმულაციებში გაიმეორებდნენ ამ გალაქტიკათა მოძრაობებს, ისევე როგორც ირმის ნახტომისა და ანდრომედას მოძრაობას. თუ მართლაც ასეა, სახეზე გვაქვს ადგილობრივი ფირფიტის, ადგილობრივი ვოიდისა და ჰაბლის წყნარი ნაკადის ძალიან დახვეწილი ახსნა. ასტრონომებმა უკვე დაადგინეს, რომ სამყაროში ბნელი მატერიის განაწილება და სიმკვრივე აისახება გალაქტიკების განაწილებაზე. შესაბამისად, ქვეშ არსებული ბნელი მატერიის ფენა ასახვას უნდა ჰპოვებდეს გალაქტიკების განლაგებაში, ადგილობრივ ფირფიტაში. უცხო ცივილიზაციათა მძებნელ სეთის ინსტიტუტის მკვლევრები არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ. მაგრამ უშედეგოდ, ახალ კვლევაში მათ განიხილეს, რა შეიძლება უშლიდეს ხელს ამგვარი კომუნიკაციის დამყარებას და პოტენციურ დამობრკოლებელ ფაქტორად კოსმოსური ამინდი მიიჩნიეს. მეცნიერთა აზრით, შესაძლოა ეს ტექნოლოგიურად განვითარებული უცხოპლანეტელების რადიოსიგნალების ისეთ ნაკლებად შესამჩნევ ტალღებად გარდაქმნიდეს, რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სეთის გუნდის სიგნალების ვიწრო დიაპაზონზეა კონცენტრირებული. კოსმოსურ ამინდში ისეთი ბუნებრივი ასტროფიზიკური მოვლენები მოიაზრება, როგორიც ვარსკვლავური ქარი, ენერგიული პლაზმის ნაკადები და მნათობთა ამოფრქვევისას გამოყოფილი დამუხტული ნაწილაკებია. თითოეულ მათგანს ასეთი ვიწრო დიაპაზონის რადიოსიგნალების შეფერხება შეუძლია, თანაც რამდენიმე სხვადასხვა სიხშირის ტალღების შემთხვევაში. შესაბამისად, თუ მსგავსი შეტყობინება იმავე სისტემაში ფერხდება, საიდანაც მოდის, შეიძლება ჩვენს გამოგვეპაროს. ამ ჰიპოთეზის დასატესტად მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ ზემოქმედებდა თავად მზის სისტემის ასტროფიზიკური გარემო ძველ კოსმოსურ ზონდებზე, პიონერზე, ჰელიოზე, ვიკინგ მარინერზე. მაგალითად, მარინერ 4 და პიონერ 6-ის მიერ მზისგან დაახლოებით 6.26 მილიონი კილომეტრი დისტანციიდან გამოგზავნილი სიგნალები დაბრკოლებას ნამდვილად აწყდებოდა. საუბარია დაახლოებით 2.3 გიგაჰერცს ტალღებზე, სიხშირის S დიაპაზონში, რომლებიც პიონერ 6-ის შემთხვევაში მზის შტორმების დროს უფრო მეტად ფერხდებოდა. კოსმოსში შედარებით გვიან გაშვებული ჰელიოს 1/2 ზონდების მონაცემების ანალიზმა იგივე შედეგი აჩვენა. დადგინდა, რომ რაც უფრო ახლოს იყო მზესთან აპარატები, მით უფრო შესამჩნევად ეშლებოდა ხელი მათ რადიოსიგნალებს. ვიკინგის მისიების გამოკვლევით ისიც დაასკვნეს, რომ მზისგან დაახლოებით 2 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე ეს ეფექტი მკვეთრად სუსტდება. მანძილის ზრდის პარალელურად ამგვარი ტენდენცია გრძელდება და თანდათანობით კლებაზე დაახლოებით 6.95 მილიონ კილომეტრიანი დაშორებიდან გადის. ამ ეფექტს სპექტრულ გაფართოებას უწოდებენ. მისი მიხედვით შეგვიძლია გამოვითვალოთ, როგორ ცვლილებას უნდა ველოდოთ კონკრეტული ვარსკვლავის მიმდებარე რეგიონიდან პოტენციურად გამოგზავნილი სიგნალის შემთხვევაში. ისიც გასათვალისწინებელია ამ დროს მზის მაღალი აქტიურობის ფაზაა თუ პირიქით, რადგან სიგნალებზე გავლენა ამასაც აქვს. ეს თეორია ამჟამად დახვეწას გადის. ისტორიაში პირველად ცერნის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირებას შეძლეს. ცერნში ექსპერიმენტ ბეისზე მომუშავე მეცნიერებმა ლაბორატორიის მთავარი ზონის ტერიტორიაზე ანტიპროტონების ტრანსპორტირება წარმატებით შეძლეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია ისტორიაში. საბოლოო მიზანია, რომ ანტიმატერია სხვა ევროპულ ლაბორატორიებში წაიღონ, სადაც მას მაღალი სიზუსტით გამოიკვლევენ.
პროტონის ეს ანტინაწილაკები, რომლებიც ანტიმატერიის ნაწილია, სპეციალურ ხაფანგში იყო მოთავსებული. მოწყობილობაში, რომელშიც ისინი ვაკუუმში ნარჩუნდება, გუნდმა 92 ანტიპროტონი ინოვაციურ კრიოგენულ პენინგის ხაფანგში გადაიტანა, რომელიც პორტატულია. შემდეგ იგი შენობიდან სატვირთო მანქანაში გადაადგილეს, რომელშიც ექსპერიმენტი გაგრძელდა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ანტიმატერიის შენარჩუნება ძალიან რთულია. საქმე ისაა, რომ იგი ჩვეულებრივ მატერიასთან შემხებლობისას ანიჰილაციას განიცდის, ანუ ნადგურდება. ანტიმატერიაზე მეტის გასაგებად ბეისის გუნდი ანტიპროტონების მახასიათებლებს იკვლევს და მას პროტონებისას ადარებს. პრობლემა ისაა, რომ CERN-ის ამ საექსპერიმენტო სივრცეში მაგნიტური ველის მცირედი, ანუ 1 ტესლას მემილიარდედი ცვლილებებია, რაც ზუსტ გაზომვებს ხელს უშლის. შესაბამისად, უფრო სიღრმისეული გამოკვლევებისთვის ეს მასალა შენობის გარეთ უნდა გაიტანონ. აღსანიშნავია, რომ CERN-ის ანტიმატერიის ქარხანა მსოფლიოში ერთადერთია, სადაც ანტიპროტონების წარმოქმნა, შენახვა და შესწავლაა შესაძლებელი. ის საკმარისად მცირე ზომისაა იმისთვის, რომ სატვირთო მანქანაში თავისუფლად მოთავსდეს. სტანდარტული ლაბორატორიების კარებშიც შეეტიოს და ტრანსპორტირებისას ვიბრაციებსა თუ შერხევას გაუძლოს. ბეის სტემპს ზეგამტარ მაგნიტს ვაკუუმ კამერას, ენერგიის საცავს თხევად ჰელიუმსა და მაგნიტურ ელექტრულ ველებს აერთიანებს. იგი 100 კილოგრამსი წონის, ანუ იმაზე მსუბუქია ვიდრე სხვა ნებისმიერი სისტემა, რომელიც ანტიმატერიის შესასწავლად გამოიყენება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვა ლაბორატორიებამდე რამდენიმე საათიანი გზაა გასავლელი, რომლის განმავლობაშიც ზეგამტარი მაგნიტი 8.2 კელვინზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა შენარჩუნდეს. თხევადი ჰელიუმის გარდა ამისთვის გენერატორიცაა საჭირო, რომელიც სატვირთოში კრიოგაგრილებას უზრუნველყოფს. ამ საკითხის მოგვარების გზებს მეცნიერები ამჟამადაც იკვლევენ. ასეთი იყო 2026 წლის მარტის კოსმოსური თვის შეჯამება და ის მთავარი სიახლეები, რომლებიც გასული თვის განმავლობაში დაგროვდა. კოსმოსური მეცნიერება მთელი მსოფლიოდან ახლა ყურადღებით აგვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები მთვარის პროგრამა არტემის 2-ის ირგვლივ. პროექტი კოდიც საგანგებო მუშაობაზე გადავა, თუ ეს მისია ბოლოს და ბოლოს გაეშვება. ასე რომ წინ არანაკლებ საინტერესო აპრილი გველის კოსმოსური სიახლეების თვალსაზრისით. ომებისა და დაძაბულობების თუ ჩვენს ქვეყანაში არსებული გაუგებარი შიდა და გარეპოლიტიკური ვითარების პარალელურად ასეთი სიახლეები მნიშვნელოვანია. ასე რომ არ მოვიწყენთ. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. დაეხმარე პროექტს შენარჩუნებასა და განვითარებაში.